სახელითა მამისათა და ძისათა და ძმნისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთი გულითადათ მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს დღეს ტრადიციულად როგორც წესია პირველ კვირას დიდი მარხვისა აღესრულება მართლმადიდებლობის ზეიმი ეს მეცხრე საუკუნეში აღსრულებული მოვლენა გახლავთ კერძოდ 843 წელს როდესაც ბიზანტიის იმპერიაში თეოდორა დედოფლის პერიოდში გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ ხატმებრძოლობაზე აი სწორედ ამ დღეს ამ წლის ერთ-ერთ დღეს მოხდა აღნიშვნა მართლმადიდებლობის ზეიმისა. პირდაპირი კავშირი ჰქონდა მას ხატმებრძოლებთან. ხატმებრძოლობა არის ისეთი ერესი, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი. 120 წლის განმავლობაში გრძელდებოდა დევნა ქრისტიანებზე, დაახლოებით ისეთი დევნა იყო იმპერიაში ბიზანტიისა, როგორც დიოკლეტიანის პერიოდში. დიოკლეტიანე იყო წარმართი, რომის იმპერატორი გახლავთ, ეს იცით წმინდა გიორგი ეწამა ამ დროს და უამრავი ასეთი. აი არანაკლები დევნა იყო გამოცხადებული ხატ თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ. უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. და ამ ხატმებრძოლთა შორის უბრალო ადამიანები კი არ იყვნენ. იყვნენ ქრისტიანი ადამიანები. იყვნენ იმპერატორები. მღვდელმთავრები იყვნენ ხატმებრძოლები. საერონი იყვნენ ხატმებრძოლები. ეკლესიიდან ხსნიდნენ ხატებს და ყოველნაირად და ყოველგვარად შეურაცხყოფას აყენებდნენ. რატო იყო ასე? ჩვენ ახლა პოლიტიკურ ვითარებას არ შევეხებით, ახლა ეს მუსლიმანურ სამყაროს გავლენაც იყო და ებრაელების გავლენაც იყო ბიზანტიის იმპერიაზე, სადაც გამოხატულება ღვთისა, თქვენ იცით, არ არის. ხატებს იუდაიზმი და მუსლიმობა არ აღიარებს. ამათი გავლენაც იყო იმპერიაზე, რა თქმა უნდა. მაგრამ საღვთისმეტყველო კუთხით თუ შევეხებით ჩვენ ამ ყველაფერს, იყო შემდეგი დასკვნა გაკეთებული. და ერთი კუთხით დღეს აი პროტესტანტები, სხვადასხვა გაუკუღმართებული გონების ადამიანები, არა მართლმადიდებლები, სწორედ ამ ციტატებს, ამ ადგილებს იშველიებენ წმინდა წერილიდან და ნამდვილად არის ეს ციტატები იქ. მათი მოგონილი კი არ არის. თუკი ჩვენ შევხედავთ ძველი აღთქმის პერიოდს, აი დეკალოგი ავიღოთ. 10 მცნება. ერთ-ერთი მცნება, კერძოდ მეორე. ჟღერს არსე, არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსებაი მისი. რომელ არს ცათაშინა ზე, ქვეყანასა ზედა და ქვეშე ქვეყანისა არცა მსახურებდე და არცა თაყვანისცე მას. პირდაპირ არის მოსეს მიერ დადგენილი, რომ კერპის თაყვანისმცემლობა არის აკრძალული. ეს მცნება მეორდება მთელ ძველ აღთქმაში. უამრავი ასეთი ადგილი. და ადამიანები, ქრისტიანები ამას იყენებდნენ დღეს, იაღველებიც ამას ლაპარაკობენ. რატო ამბობენ ამას მოგახსენებთ, მაგრამ როცა ამას იყენებენ ქრისტიანებს, ვინც არ იცის შინაარსი ქრისტიანობისა, მეც მათ შორის ბავშვი რო ვიყავი, ესე მეგონა. და ძალიან დიდი პროტესტი მქონდა ბავშვობაში ხატების შესახებ. რატო არის გამოსახულება, თუ კი ბიბლიაში წერია, რომ არანაირი გამოსახულება არ უნდა იყოს. მერე და მერე, როდესაც გავიზარდე ასაკობრივად და ალბათ ჭკუაც მომენმა და 1-2
მაშინ მივხვდი თურმე რომ ქრისტიანობა ესე ადვილი არ არის როგორც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა. ესე იგი ადამიანები კითხულობენ ბიბლიას დღესაც და პროტესტი უჩნდებათ ხატების თაყვანისცემის შესახებ. მაგრამ ქრისტიანობა რისი რელიგიაა? ქრისტიანობა არის განკაცებული ღმერთის რელიგია. ძველ აღთქმაში თუ კი ჩვენ ვჩებით, როგორც იუდეველები ამბობენ ამას, თუ კი იუდაიზმში ვართ, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოსახულება ღვთის არ შეიძლება. ძველ აღთქმაში ღმერთი განკაცებული არ იყო და ამიტომაც თქმული იყო იქ, რომ არანაირად არ შეიძლება მისი გამოსახულება. და თუ კი გამოსახავ მას, უკვე კერპია. ეს ნამდვილად ასეა და სწორია. მაგრამ ჩვენ ხომ განკაცებული ღმერთის რელიგია ვართ. და ეს მეორე ეტაპია უკვე რელიგიური ცნობიერებისა. ესე იგი, სადამდე მიდის ხატის არ ამღიარებელი, მიდის თავისი აზრით იქამდე, რომ ღმერთი არ განკაცებულა. ესე იგი, თუ ღმერთის განკაცებას მე ვაღიარებ, თუ კი მან ჭეშმარიტად შეიმოსა ადამიანური ხორცი, ადამიანი გახდა, თან ღმერთი ჰგიეს და თან ადამიანი ორბუნებოვანი, მაშინ გამოსახულება მისი შესაძლებელი ხდება. მაშინ მისი ხორცის მიღება და სისხლის მიღება ხდება შესაძლებელი. აბა რას ვეზიარები ჩვენ თუ არ განკაცებულა ღმერთი? მაშინ ის ზიარება პური და ღვინო ყოფილა. რამდენიც გინდა ჭამე და სვი მაშინ ეს ღვინო და პური. რა აზრი აქვს ამას? ყველაფერი, ყველა საიდუმლოება დაკავშირებულია ფუძე დოგმატთან, მაცხოვრის განკაცების შესახებ. ის განკაცდა ჭეშმარიტად და თუ განკაცდა, გამოსახულებითი იყო. გამოუსახველი ღმერთი ხდება გამოსახული, ხორცშესხმული ხდება. და მისი გამოსახვა ხატებზე შესაბამისად შესაძლებელია. თუ კი შესაძლებელი არ არის, ეს ჩემი ნათქვამი არ არის. წმინდა იოანე დამასკელი იყო იმ პერიოდში, წმინდა თეოდორე სტუდიელი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, უამრავი წმინდა მოძღვარი ამბობს ამას. თუ კი ვინმე უარყოფს ხატზე მაცხოვრის გამოსახულებას, მაშინ მისთვის განკაცება ყოფილა მოჩვენებითი, წარმოსახვითი, არარეალური, მონოფიზიტური ყოფილა მაშინ. და მართლმადიდებლობა ამას უარყოფს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მართლმადიდებლური სწავლება დგას ორ ძირითად დოგმატზე, ორ გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე. ეს ადამიანის ლოგიკით ნამოღვაწარი კი არ არის. გამოცხადებითად რაც მოგვეცა ჩვენ. პირველი საფუძველთა საფუძველი, სამება ღმერთის შესახებ დოგმატი. მამა, ძე და სულიწმინდა. ჭეშმარიტი ღმერთი ერთ არსება სამპიროვანი, ეს პირველი. რასაც იუდაიზმი არ აღიარებს და არც წარმართობა და არც მუსლიმობა არ აღიარებს. ეს არის ჩვენი ერთადერთი არა, ფუძე დოგმატი ერთ-ერთი და მეორე განუშორებელი მისგან ღმერთის განკაცების, ძე ღმერთის განკაცების დოგმატი. თუ რომელიმე მათგანს არ აღიარებს კაცი, ქრისტიანი არ არის ეს ადამიანი. ეხლა რა ხდება ამ სოფლიო კრებებზე? მართლმადიდებლობის ზეიმი უკავშირდება ხატმებრძოლთა წინააღმდეგ ბრძოლას, საბოლოო სიტყვა თქვა ეკლესიამ, რომ ხატმებრძოლობა არის ერესი და იდღესა სწავლა არა მხოლოდ ხატმებრძოლთა წინააღმდეგ მე-9 საუკუნეში ეკლესიამ გამარჯვება, არამედ შექმნა დოკუმენტი, სინოდიკონი მართლმადიდებლობისა, ასე კრებსითი დოკუმენტი, დოგმატური დოკუმენტი,
სადაც ყველა მე-9 საუკუნემდე არსებული გაუკუღმართება, მწვალებლობაი, როგორც ვილ ქართულშია ნათქვამი, ანუ ბერძნულში ერესი არის დაგმობილი. უამრავია ესეთი ერესი, რომელსაც ვერ ჩამოთვლით დღეს. მაგრამ რადგანაც ჩვენ გვავალდებულებს წმინდა ეკლესია, რომ გარკვეულწილად მაინც შევეხოთ ამ ერესებს, რომ ადამიანებს წარმოდგენა გქონდეს რა ხდებოდა ეკლესიაში, ჯერ შევეხები ერთ მიმართულებას და შემდგომ შევეხოთ იმას, რატო ხდებოდა ზოგადად ეს ყველაფერი. აი 7 მსოფლიო საეკლესიო კრება. ბოლო მოგახსენეთ ნიკიაში 787 წელი ხატმებრძოლთა წინააღმდეგ. მართლმადიდებლობის ზეიმი ცოტა მოგვიანებით ხდება 853-ში. მაგრამ ეს არის მე-7 კრება. პირველი რა ხდება? პირველ კრებაზე რა ხდება? არიანელობა. არიოზი ამბობს. ზე ღმერთი, ბუნებითი ღმერთი არ არის. ის არის ქმნილება, ქმნილებათა შორის პირველი, დიდი, უდაოდ, მაგრამ თანა არსი მამისა არ არის. ეს დაიგმო პირველ მსოფლიო კრებაზე, ეს ერესია. იმიტომ რომ თუ ზე ღმერთი არ არის, მაშინ ეს არის ერესი. რატომ არის ერესი მოგახსენებთ. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება. მაკედონიუსის წინააღმდეგ. მაკედონიუსი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ამბობდა სული წმინდა ბუნებითი ღმერთი არ არის. ანათემას გადასცა მსოფლიო კრება მეორემ. ასევე აპოლინარი ლაოდიკიელი, რომელიც ამბობს ქრისტემ მიიღო ხორცი, ბუნება ადამიანური, მაგრამ გონება ბერძნულში ნუსი, პნევმა არ მიუღია, არ აჭირდებოდა და მაგიტო. ესეც ანათემას გადასცეს. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება. ნესტორის წინააღმდეგ. ნესტორი გახლავთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ურთულესი ერესია, დღესაც არის გავრცელებული სხვადასხვა ფორმით, სამწუხაროდ. ნესტორი ამბობს, მარიამმა შვა ლიტონი ადამიანი, კაცი იესო და რო დაინახა ეს კაცი იესო, რომ გაუძლებდა განსაცდელებს, ძე ღმერთი ჩასახლდა მასში. როგორც ტაძარში, ისე ცხოვრობდა მასში და როდესაც ჯვარცმა მოვიდა კაცი იესოსი, მოშორდა ძე ღმერთი და კაცი იესო ჯვარს ეცვა. შესაბამისად, ღვთისმშობელი ბერძნულში თეოტოკოსი აღარ იწოდება ღვთისმშობლად, იმიტომ რომ მან შვა ადამიანი, კაცი იესო შვა, რომელშიც თანა არსებობს ერთი მხრივ ძე ღმერთი, პიროვნება, თავისი საღვთო ბუნებით, ხოლო მეორე მხრივ კაცი პიროვნება იესოსი, ადამიანური ბუნებით. ორი ბუნება ორ პიროვნებაში. ანათემას გადასცეს კირილი ალექსანდრიელმა კერძოდ მესამე მსოფლიო ეფესოს კრებაზე. მეოთხე მსოფლიო კრება ქალკედონში 451 წელი მონოფიზიტთა წინააღმდეგ. მონოფიზიტები აღიარებენ ქრისტეში ერთ ბუნებას, საღვთოს მხოლოდ. თვითონ მონოფიზიტობა სხვადასხვა მიმართულებით იყოფა. არიან უკიდურესი მონოფიზიტები, რომელთაც ეწოდებათ ქართულში, ძველ ქართულში ასეთი ტერმინი იყო, არის უხრწნელების მზმანებლები. ანუ ისი აღიარებდნენ მაცხოვრის ხორცს, რომ ზმანებაა თითქოს. და მეორენი ცოტა ესეთი შერბილებული ზომიერი მონოფიზიტები ძალიან დაახლოებულები არიან მართლმადიდებლობასთან. ასეთი მონოფიზიტები გახლავთ სევეროს ანტიოქიერის მიმდევრები, დღეს სომხები რო არიან, სომხური ეკლესია არის მიაფიზიტური, რომ მოусმინო ამათ სწავლებას, გეგონება რომ მართლმადიდებლობას ლაპარაკობენ. მაგრამ ქალკედონს უარყოფენ. ქალკედონის კრება წეულია მათთვის. საკმარისია კაცმა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრება უარყოს. ის როგორ შელამაზებულათაც არ უნდა ლაპარაკობდეს, ის არის მონოფიზიტი. ზომიერი, მნიშვნელობა არ აქვს, ზომიერი იქნება თუ უკიდურესი. ამას თავისი ტერმინოლოგია და სწავლება აქვს, ხა ამას არ შევეხებით ჩვენ. მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება ორიგენიზმის წინააღმდეგ.
ორიგენე მესამე საუკუნის უდიდესი მასწავლებელი და მოძღვარი, გაუკუღმართებული სწავლების მქონე, ანათემას გადასცა და რამოდენიმე კაცი მასთან ერთად. მეექვსე მსოფლიო კრება მონოთელიტობის წინააღმდეგ და მონოენერგიტობის წინააღმდეგ. ეს არის ერთგვარი გაგრძელება მონოფიზიტური სწავლებისა. ესენი ეს მონოთელიტები ამბობდნენ, ქრისტეში ორი ბუნებაა დაცულია, როგორც თქვენ ამბობთ მართლმადიდებლები, მაგრამ არის ერთი ნებელობა და ერთი მოქმედება საღვთო მხოლოდ. და ესეც უარყო მართლმადიდებლობა მეექვსე მსოფლიო კრებას. მეშვიდე ხატმებრძოლობის წინააღმდეგ ქრისტეს გამოსახულება შეიძლება თუ არ შეიძლება ფერწერაში, ხატზე. ეს ზოგადად, ძალიან ზოგადად. ეხლა კითხვა დავსვათ. რაცო ამ ხალხს სხვა საქმე არ ქონდა. დაანებეთ ამათ თავი, კაცო. შეეშვით ამ მონოფიზიტებს, ნესტორიანელებს, აპოლინარი ლაოდიკიელს, არიოს, ნესტორიანიზმს, ხატმებრძოლს, დაანებეთ თავი. ეს ხალხი ხო ქრისტიანი ხალხია, ესენი ხო წარმართები არ არიან. ესენი ხო იუდაიზმში მყოფები არ არიან. და თუ კი დაუკირდებით ყველა მსოფლიო საეკლესიო კრება, იცავს ერთ საკითხს, ერთადერთ საკითხს. ქრისტეს პიროვნებას. თითქოს სხვა საქმე არ ქონდათ, თან როგორ იცავენ მამები? ათანასე დიდი პირველ მსოფლიო კრებაზე. ბასილი დიდი გარდაიცვალა მანამდე, მაგრამ მისი გაგრძელება მოხდა. გრიგოლ ნოსელი მისი ძმა, გრიგოლ ღვთისმეტყველი, კირილი ალექსანდრიელი მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, თეოდორიტე კვირელი მეოთხე მსოფლიო კრებაზე, მაქსიმი ამსარებელი და სხვები დამასკელი გითხარით და თეოდორი სტუდიელი. ეს ადამიანები ან იდევნებოდნენ, ან აღმსარებლები ჩნდებოდნენ ეკლესიის სიახში. მაქსიმეს მაგალითად, რომელიც მონოთელიტობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ენა მოაჭრეს და მარჯვენა ხედი, როგორც დამასკელს დააბრალეს რაღაც და აღმსარებელი ხალხია ეს. ათანასე 5 ჯერ გადაასახლეს კათედრიდან არიანელებმა. ხო და შეკითხვა იბადება, რომ რატო ასე? დაანებეთ თავი, ვიყოთ შემწყნარებელი ხალხი. რაზე აქვს საუბარი? კარგი, ორი ბუნება აქვს თუ ერთი ბუნება აქვს, ორი პიროვნება აქვს თუ ერთი პიროვნება აქვს, ერთი ნებელობა აქვს თუ ორი ნებელობა. ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? აი დღევანდელი კაცი, ქრისტიანი მათ შორის შეიძლება ასეთი კითხვა დასვას. თითქოს ამ დიდ მოძღვრებს საქმე არ ქონდათ. საკუთარ თავს წირავდნენ ფანატიკურად შეიძლება ვიღაცის თქმით. რის გამო? თითქმის არაფრის გამო. პრინციპულები იყვნენო შეიძლება ვიღაცამ თქვას. აქ პრინციპებზე კი არის საუბარი. პრინციპი შეიძლება ოჯახში ქონდეს რაღაც, შეიძლება მეგობართან დაკავშირებით ქონდეს, შეიძლება რაღაც საკითხთან დაკავშირებით ქონდეს, რომელიც არასაღვთისმეტყველოა. ღვთისმეტყველებაში პრინციპული ასეთი დამოკიდებულება ზოგადად არ არსებობს. ჩემი პრინციპული ღვთისმეტყველება ესეთი რამე არ არსებობს. მე თუ პრინციპული ღვთისმეტყველება მაქვს, ზუსტად ეს არის ერესი. შესაბამისად, რა არის პასუხი იმაზე, რატო ხდებოდა მსოფლიო კრებებზე ასეთი დავები შეხლა შემოხლანი? პასუხი ასეთია, ძალიან მარტივია სინამდვილეში. ყველა საკითხი მოგახსენეთ, ქრისტეს შესახებ იყო წარმართული. ამას ეწოდება ქრისტოლოგიური საკითხი. რატოა მნიშვნელოვანი ქრისტეს შესახებ სწავლება? იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ თუ ეს საკითხი მე არ გადავწყვიტე ეკლესიაში,
ჩემი ცხონება არ ცხონების საკითხი არ გადამიწყვიტავს. ესე ქრისტოლოგიური საკითხი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც არის ანთროპოლოგიური საკითხი. ანთროპოსი არის ადამიანი. ანთროპოლოგია ნიშნავს ადამიანის შესახებ მოძღვრებას. ესე იგი, მე თუ არ გადავწყვიტე ქრისტეს შესახებ მოძღვრება, ჩემი საკითხი არ გადამიწყვიტავს. რომელი ჩემი საკითხი? ჩემი საკითხი მე ვცხონდები თუ ვერ ვცხონდები. სხვაგვარად რო ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ. ჩემი ცხოვრების მიზანი გადაწყვეტილია თუ არ არის გადაწყვეტილი. ცხოვრების მიზანი, ადრეს ვთქვი და ეხლაც გავიმეორე, ერთადერთი ცხოვრების მიზანი უნდა ქონდეს ყველა ქრისტიანს. დანარჩენი ყველაფერი საშუალებებია. ცხოვრების მიზანი არის ცხონება. ღვთის სასუფეველში მოხვედრა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უნდა გადაწყვიტოს კაცმა თავიდანვე. და იქიდან იხელმძღვანელოს დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით. მართლმადიდებელი მოძღვრები სწორედ ამ კითხვას სვამენ. თუ ქრისტე ღმერთი არ არის, როგორც არიანელობა ამბობს, ან მეორე მხრივ, თუ ქრისტე მხოლოდ ღმერთია, როგორც მონოფიზიტობა ამბობს, რა კავშირია ჩემთან? მე გამოხსნილი ვარ თუ არა, ბოლო-ბოლო. გამოხსნა ჭირდება ადამიანს ადამიანიდან მოყოლებული. ჩვენ წინა კვირას ვილაპარაკეთ ადამიანის დაცემა რა მდგომარეობა არის. გამოხსნელი ჭირდებოდა ამ ადამიანის შთამომავლობას. და თუ კი ეს ასია და გამოხსნელი ჭირდება, მაშინ ადამიანი ვერ გამოიხსნის მას. ეს ერთი მხარე. მეორე, ღმერთი ვერ ჩაერევა უხეშად შენ თავისუფალ ნებელობაში. ესე იგი, მხოლოდ ღმერთი ვერ გამოგიხსნის. უნდა იყოს სრული ღმერთი უცოდველი, უშეცდომო ერთი მხრივ. გამოხსნელი ღმერთი უნდა იყოს, აუცილებლად. იმიტომ ადამიანი თუა ცოდვილია, ჩემნაირ იქიდან როგორ ამომათრებს ცოდვიდან მე. ჩემნაირი თუა. ორმოდან როგორ ორივე ორმოში რო სხედვართ, ერთი მეორეს როგორ ავიყვანთ ზემოთ. იქ ზემოთ უნდა იყოს ვიღაცამ რო ამომათრიოს მე. ეს არის ღმერთი. მაგრამ ისეთი ღმერთი უნდა იყოს, რომელიც არის ამავე დროს სრული ადამიანი. აი ესეთი ადამიანი არის მხსნელი ჩემი. და როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს საკითხი თუ არ გადავწყვიტე მე ეკლესიაში, მაშინ ჩემი ცხონება არ ცხონების საკითხი არ გადამიწყვიტავს და მაშინ რა გამოდის? მაშინ უნდა ველოდებოდე მხსნელს. მესიას უნდა ველოდებოდე, ისევ ძველ აღთქმაში ვცხოვრობ სინამდვილეში. ამიტომ უხეშად ვიტყვი, კბილებით იცავდნენ მაცხოვრის პიროვნებას მამები. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო მათ დღის წესრიგში. ქრისტე ვინ არის? ადამიანია თუ ღმერთი? თუ ორივე მათგანია? თუ ორივე არის, მაშინ ჩემი მხსნელია ის. აქ პრინციპულობაზე კი არ არის, რომ მე მინდა ასე. თუ ესი არ არის, მაშინ ძველ აღთქმაში ყოფილ ვარ მე და ისევ ჭირდება მხსნელი. რისგან გამოიხსნა ქრისტემ? თუ თვითონ ვერ გამოიხსნა საკუთარი თავი, თუ თავს ვერ უშველა მან, თუ მხოლოდ ადამიანი იყო, ან წარმოსახვითი თუ მხოლოდ ღმერთი იყო, როგორ გამომიხსნიდა იგი? ჩემებური უნდა ყოფილიყო, თან ჩემზე სხვა, ჩემნაირი, მაგრამ ჩემზე აღმატებული. და ამით წმინდა მამებმა 4 საუკუნის განმავლობაში, პირველი მსოფლიო კრება 325 წელი ნიკიაში, 787 წელი კვლავ ნიკიაში ბოლო. 4 საუკუნე გრძელდება ქრისტოლოგიური დავები. უამრავი ადამიანი ეწირება ამ ყველაფერს.
რაზია საუბარი? ცხონება არ ცხონებაზია საუბარი. ადამიანთა გამოცდილობაზია საუბარი. და თუ შენ არასწორად ასწავლი და ეკლესიაში ამას ლაპარაკობ, მაშინ მხსნელი კვლავ ჭირდება ჩვენ. მაშინ არაფერი აზრი არ აქვს მართლმადიდებლობას. ქრისტეს პიროვნება თუ არ ყავი შენ, როგორც ღმერთი და როგორც კაცი, დასაკეტია ეკლესიები, ყველა ეკლესია დასაკეტია. აზრი არ აქვს, არაფერ ჩვენ ლაპარაკებს აქ. არაფერ პარაკლისებსა და დაუჯდომელებს ფასი აღარ აქვს. იმიტომ რომ გამოუხსნელი ვარ, კვლავ გამოუხსნელობა რაში მდგომარეობს? თუ ქრისტე ღმერთი და კაცი არ არის, ისევ ზეობს სიკვდილი. სიკვდილი არის ბუნებითი მდგომარეობა ადამიანისა. გარდაცვალება მეტამორფოზას რო უწოდებ ჩვენ, არ არსებობს. ზეობა სიცოცხლის არ არის. ჯოჯოხეთში კვლავ მიდის ყველა განურჩევლად. აი ეს არის გამოუხსნელი მდგომარეობა ძველი აღთქმის ადამიანისა. და ამისაგან რო გამოიხსნა მაცხოვარმა, სწორედ ისეთი უნდა ყოფილიყო მაცხოვრის პიროვნება და მისი ბუნების მქონეობა, რომელიც მხსნელს შეეფერება. თუ არ შეეფერება, მაშინ მეც სიკვდილის შვილები ვართ. ქრისტეს აღდგომის შემდგომ ჩვენ სიკვდილის შვილები აღარა ვართ. ჩვენ განწირულები ვართ სიცოცხლისათვის. აი ეს არის გამომხსნელობა მაცხოვრისა. სიკვდილი ძველ აღთქმაში იყო. ყველა რო ჯოჯოხეთში მიდიოდა, რა მნიშვნელობა იყო? მოკვდებოდა და ჯოჯოხე თუ იარსებებდა ზოგადად. ეხლა ჯოჯოხეთში არსებობაა? სიკვდილი არ ჯობია მაგას? ქრისტეს შემდგომ სიკვდილი არის გადასვლა, გარდაცვალება, მეტამორფოზა, სიცოცხლის ზეიმი. აი ეს არის ქრისტიანობა. და თუ კი ჩვენ მაინც ვდებით, ეს არის გამოსვა ჩვენი სხეულისა. წინა კვირასაც ვილაპარაკეთ ამ გამოხსნა ჩვენ, ესე იგი, გამოსვა ჩვენი სხეულისა. როგორც პეპელა უნდა ამოფრინდე ჭუპრიდან. აი ესეთი მდგომარეობაა. და არა ზეობა სიკვდილის ჩვენზე. აი ეს შემოიტანა ქრისტიანობამ. სიკვდილის დათრგუნულობა, სიკვდილისა დამთრგუნველი. ჩვენ 40 დღეში, უფრო ნაკლებში ვიზეიმებთ ამ უდიდეს მოვლენას, რომელიც იყო ქვაკუთხედი და აუწეველი ლოდი იმ საზოგადოებისათვის, სადაც იქადაგებოდა ქრისტიანობა, წარმართებისთვის თუ იუდაიზმისთვის. წარმოუდგენ რა აღდგომა. დღეს აღდგომაზე თითქმის არავინ არ ვლაპარაკობთ. ქრისტიანობასთან და ყველაფერზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ყველაფერზე. ქრისტეს აღდგომის გარდა. სინამდვილეში ეს რო არ ყოფილიყო, არანაირი გამოხსნა არ იქნებოდა. წარმოიდგინეთ, მოციქულები იმალებიან, შიშით იმალებიან ჯვარცმისას. მაცხოვარი აღდგა, ეჩვენა მოციქულებს, მიდიან საქადაგე უშიშრად. ეს უწიგნურია და ეს ინტელექტუალი ხალხია, ეს პლოტინი და არისტოტელე და პლატონი და სოკრატე კი აბსოლუტურად მდაბიო ხალხი. რის მაუწყებელი ხალხია ეს მოციქულები? ეს მდაბიოები იმათთან შედარებით, ნეოპლატონიკოსებთან შედარებით შემდგომში და ეს უდიდესი კულტურა იყო ანტიკურობის. ერთადერთი ის გამო მიდიან. ფაქტი აუწყონ. კი არ დაუმტკიცონ. არავინ არ უმტკიცებდა. მოციქულის რა უნდა დაემრი, არაფერი არ იცოდა იმან. რისი დამტკიცება, რისი ფაქტის მაუწყებლო? ქრისტე აღდგა. მორჩა
და აღდგა ქრისტე, მოდი ახლა ტყავი უნდა გაგაზროთ. თომას გააცალეს ინდოეთში. ანდრია ჩამოკიდეს X-ის ფორმის ჯვარზე. პეტრე თავდაყიდა დაკიდე ჯო. თუ ეს ტყუილია ეს ქრისტეს აღდგომა. რას მიდიხართ კაცო თქვენ? რა ფაქტის მაუწყებლები ხართ თქვენ? თან ვერაფერს ვერ უმტკიცებ, პავლე მოციქული უმტკიცებს, განათლებული კაცი იყო. დანარჩენები არაფერი არ იციან დანარჩენები. ქრისტეს აღდგომა და ისე ქადაგებენ ამას, რომ სიკვდილზე მიდიან ადამიანები. და მარტო ესენი კი არა. მათი მოციქულები, მათი ვიდრე დღევანდელ დღემდე. სიკვდილზე მიდიან ადამიანები, ოღონდ დაიცვან ქრისტეს პიროვნება და მისი აღდგომა. იმიტომ თუ ეს არ არის, თუ ეს ტყუილია, მაშინ ამაზე დიდი აფიორა სამყაროში არ ყოფილა, თუ ეს ტყუილია. მაშინ ყველა სულელები ყოფილვართ. 21 საუკუნემდე ყველა ვინც კი ეწამა ქრისტეს გამო, ყველა იყო სულელი. თუ ეს ფაქტი მაცხოვრისა, განკაცებისა და აღდგომისა არ მომხდარა. რატო ვამბობთ შემდგომ? ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად, იმიტომ რომ ეს არის ქვაკუთხედი ყველაფრისა. ეს თუ არ არის, მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს და მართლა არ აქვს ცხოვრებას აზრი. ეს ხო ჩვენ ვიცით, ახლა დასრული ხალხი ვართ. რა უნდა გააკეთო ისეთი, რაც სხვას არ გაუკეთებია. სხვაგორად რო ვთქვათ, თუ ცხონება, თუ აღდგომა არ არის, მაშინ კვლავ პლატონის გამოქვაბულში ვსხედვართ. პლატონს ჰქონდა იგავი გამოქვაბულის შესახებ. იქ სხედან ადამიანები და უყურებენ აჩრდილებს და მსჯელობენ, ეს აჩრდილი როგორი კარგია, ეს უფრო ცუდია, ის უფრო ლამაზია და აჩრდილებზე არის აგებული მთელი მათი ცხოვრება. პლატონის გამოქვაბული. არ იციან, რომ იქ გამოქვაბულის იქით სამყაროა. თუ აღდგომა არ არის, გამოქვაბულში ვართ ყველანი. და მსჯელობთ რაზე? აჩრდილებზე. რეალურ საგნებზე კი არა, აჩრდილებზე. ის როგორი ჭკვიანია, ეს როგორი ინტელექტუალია, ეს როგორი დახვეწილია, ეს როგორი პოლიტიკოსია, ეს როგორი ჭკვიანია და ყველა სამარეში სინამდვილე და იმსჯელე რამდენიც გინდა ამ წარმავლობაზე, აჩრდილიანობაზე. რა აზრი აქვს რაზე ილაპარაკეთ მაშინ? თუ ქრისტეს პიროვნება ტყუილია და აღდგომა ტყუილია, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. ასი ამბობს ქრისტიანობა. ამას იცავდა მსოფლიო კრებები. და დღევანდელი დღით საბოლოო ბეჭედი დასვა მართლმადიდებლობამ, რომ ქრისტე არის ერთი პიროვნება, ზეღმერთი, ორი ბუნების მქონე, საღვთო ბუნებისა ერთი მხრივ, სრული ღმერთი და სრული კაცი. ნახევარ კაცი და ნახევარ ღმერთი კი არა, სრული ღმერთი და სრულიად კაცი. გამოსახვა შეიძლება, მაგრამ მისი საღვთო ბუნებისა არა. პიროვნება მაცხოვრისა ადამიანური ბუნებით, რა თქმა უნდა. საღვთო ბუნება გამოუსახველია. და ასე შემდეგ. დააგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ღირსეული მოღვაწეობის უნარი ამ 40 განმავლობაში, რომ ამ უდიდეს სიხარულს, ამ უდიდეს ფაქტს აღდგომისა ჭეშმარიტად ვეზიაროთ. ჯვარი გეწეროთ, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს გულითა და თიცოცხლით.